კოტე გელაშვილის სახელობის ფონდის საქმიანობა ახალ ეტაპზე გადადის. პირველი ინიციატივის შემდეგ ორგანიზაციამ საპატიო მისია იკისრა და ამჯერად ზესტაფონის მეშვიდე და მეორე საჯარო სკოლის ხვაწლმოსილ მასწავლებლებს მანანა კახიძესა და ნარგიზი ხიდაშელს ფულად პრემიას გადასცემს. ძალიან დიდი პრესტიჟია. ქვეყანაში, სადაც მასწავლებელი არის დაფასებული, ის ქვეყანა ითვლება ნამდვილად განვითარებულ, განათლებულ ქვეყნად. ადამიანი არ არის მასწავლებელი რო არ ყოლოდა. ეხლა თუ რატომ ავირჩიე ეს პროფესია, ამაზე მოკლედ მოგახსენებთ. მე აღვიზარდე თეატრალურ ოჯახში. მე, რა თქმა უნდა, თეატრის სცენის მტვერით მოვიწამლე. და შემდეგ ჩემთვის სკოლა და თითეული გაკვეთილი არის სცენა. და მე როლში ვარ, მასწავლებლის როლში და ვცდილობ, რომ ეს როლი შევასრულო ძალიან კარგად. არაერთი თაობა აღმიზრდია, ძალიან ვამაყობ, რომ ისინი ღირსეული მოქალაქეები არიან და დარჩენილ წლებსაც ალბათ ვეცდები, რომ ღირსეული ახალგაზრდების აღზრდას და სწავლებას მოვახმარო. მე ძალიან გახარებული ვარ, რომ ჩემი 8 წლის დაფასება მოისურვეს. ერთ-ერთი ასეთი გახლავთ კოტე გელაშვილის ფონდი. მადლობას მოვახსენებთ გახსენებისათვის, დაფასებისათვის, სტიმულისათვის. მასწავლებლობა არ არის მარტო პროფესია. ეს არის ძალიან საპატიო მოვალეობა. და მიხარია, რომ ბოლო წლებში უკეთესი მდგომარეობა მასწავლებლების საქმიანობის დაფასება ხდება. სასიამოვნოა, იმიტომ რომ ეს თავისთავად ქვეყნის კეთილდღეობაზე წაისახება. რაც შეეხება ქველმოქმედება, ეს არის ძალიან კეთილი საქმე და ამ ფონდის მესვეურებს მინდა უსურვო ბევრი კარგი საქმის გაკეთება ჩვენი ქვეყნის საკეთილდღეოდ. ამ მხარდაჭერით კოტე გელაშვილის ფონდი აგრძელებს ფუნქციონირებას მთელი საქართველოსა და საზღვარგარეთის მასშტაბით. სიახლეა ისიც, რომ განცხადების მიღება უკვე AI ასისტენტის მიერ WhatsApp-ის საშუალებით იქნება შესაძლებელი.